კიდევ ერთხელ მინდა ეს ვიდეო ჩავწერო აუცილებლად რა. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების დასაქცირება შედეგის მომტანი არ არის, პირიქით უკვე შედეგის მომტანია. მას უნდა დარჩეს უკან დასახები გზა, მას უნდა შეეძოს რაღაცა უკან ნაბიჯის გადადგმა და ვფიქრობ, რომ დასაქცირება შედეგს მოიტანს მხოლოდ იმ ადამიანების დასაქცირება, ვიზედაც დგას საერთოდ ბიძინა ივანიშვილი. ანუ პოლიციელების, მოსამართლეების, მანდატურების, რა ვიცი, პროკურორების, სუსის რიგითი თანამშრომლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მოიტანს შედეგს, ეს მოიტანს მათში შიშის გაჩენას და გაახლეჩვას. მე ნამდვილად კეთს ვიხრი მათ წინაშე და მადლობას ვეუბნები, ვინც გააკეთა უკვე სიები და როგორც ვიცი, 153 ადამიანის სია შეტანილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებთან, რათა დაასანქცირონ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ დასეს. ახლა ევროპის დამახასიათებელია ზოზინი და ნელა გადაწყვეტილების მიღება. მე ვთვლი, რომ არც ევროპის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ მოიტანს მაგ შედეგს და მანდამაინც არ გამოაფიზებს ხარს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ოცნების პროპაგანდა და მხოლოდ შედეგი იქნება თუ კი დავასაქცირებთ ადამიანებს, რომელზედაც დგას ბიძინა ივანიშვილი. ალბათ საჭიროა სასწრაფოდ გამოქვეყნდეს ის 153 პოლიციელის და ადამიანების სია, ვისიც დასაქცირების მოთხოვნა შეტანილია უკვე, დაიბეჭდოს ბუკლეტებად, გაეკრას კედლებზე, დაურიგდეთ ოჯახებში მეზობლებს, მის ნათესავებს, რა ვიცი, ყველგან დარიგდეს ეს ყველაფერი. და ახალი სიების გაკეთება უნდა დავიწყოთ, ვინც შემდეგ გამოიჩინა უკვე თავი და ახლა იჩენს თავს ამ რეპრესიის დროს და აუცილებელია კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ ემიგრაციაში მუშაობს. მადლობა მათ ამისათვის, რომ ეს გააკეთენ, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელია უკვე ყოველ კვირა დღეს დავიწყოთ აქციები ევროპის დედაქალაქებში აი ამ მოთხოვნით, რომ დასაქცირდნენ ქვედა რგოლი, რომელზედაც დგას ხელისუფლება. აუცილებელია, აი ჩემი აზრით ეს არის აუცილებელი და ვთხოვს ყველას მოწონების გაკეთება ძალიან კარგია, მაგრამ გამოთქვათ აზრი და დავირაზმოთ, ვის რა შეგვიძლია ამ საქმის ბოლომდე მიიყვანისათვის. მადლობთ ყურადღებისათვის.